მოგესალმებით. შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის სხდომა. დღეს მოგეხსენებათ, გვაქვს გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, გარემო სტატუსისა და ბუნებრივი რესურსებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. დღის წესრიგით განსახილულად გვაქვს ერთობლივად ერთი საკითხი, კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში, რომელსაც წარმოგვიდგენს გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი. მეორე საკითხად, მხოლოდ გარემოს დაცვის კომიტეტს განსახილულად გვაქვს პირველი მოსმენით კანონპროექტი, რომელიც დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი, ცვლილებები შედის გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც წარმოგიდგენთ მე პირადად. რადგან კომიტეტის წევრები ესწრებიან და ქორუმი გვაქვს, მინდა კომიტეტის წევრებს ვთხოვო, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგით, თუ რაიმე კითხვები არ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მინდა ბატონ ლევანს გადავცე სიტყვა. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. ქორუმით გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ნაწილში. დღის წესრიგში გვაქვს იგივე პირველი ნაწილი, რაც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, კლიმატის ცვლილებების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიშის მოსმენა. ქალბატონ ნინო თანდილაშვილის მოხსენებით გთხოვთ დავადასტუროთ დღის წესრიგი. ქალბატონ მაია, შეგვიძლია დავუწყოთ. დიდი მადლობა ბატონ ლევან. გთხოვთ ქალბატონ ნინო, რომ წარმოგვიდგინოთ ანგარიში და შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კითხვები დავსვათ. საკითხი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ასევე შეგახსენებთ, რომ კომიტეტი მუშაობს კლიმატის ცვლილების კანონზე, რომელსაც ვამუშავებთ სამინისტროსთან ერთად და ვიმედოვებთ, რომ წლის ბოლოს უკვე დავიწყებთ განხილვას. მადლობა. გთხოვთ ქალბატონ ნინო. მადლობა ქალბატონო მაია, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით კლიმატის ცვლილების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს და ასევე იმ გეგმებს, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით. დასაწყისისთვის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირნათლად ასრულებს იმ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს წევრობისგან კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო კონვენციებში და შეთანხმებებში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი კონვენცია არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და ასევე პარიზის შეთანხმება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ძალიან კონკრეტულ ვალდებულებებს განუსაზღვრავს კლიმატის ცვლილების კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულებები ერთის მხრივ ეხება რიგი მნიშვნელობის პოლიტიკური და სტრატეგიული დოკუმენტების მიღება სახელმწიფოს მხრიდან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტების პრაქტიკაში განხორციელებას და სწორედ ამ მიმართულებით მინდა რომ მოგახსენოთ, რომ ჩვენ ყველა დოკუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილების პოლიტიკას სამთავრობო დონეზე დაარეგულირებს, მიღებული გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე ეროვნული წვლილის დოკუმენტი, რომელსაც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ NDC-ს ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ და ეს არის ასე ვთქვათ, მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ამბიციას კლიმატის ცვლილების კუთხით. ზოგადად კლიმატის ცვლილება მოგეხსენებათ, რომ ორ საკითხად იყოფა. ერთი საკითხი გახლავთ სათბური აირების გაფრქვევების შემცირება, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, შერბილების კუთხით ვალდებულებებს უწოდებთ, ხოლო მეორე არის ასე ვთქვათ, კლიმატის შეცვლილ კლიმატთან ქვეყნების ადაპტაცია. ანუ ის, რომ კლიმატის ცვლილება გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, როგორ შეიძლება რომ ამ შეცვლილ კლიმატს ჩვენ შევეგუოთ და მოვერგოთ, ხო? ანუ ეს არის ორი მთავარი მნიშვნელოვანი მიმართულება და ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები პირველ ყოვლისა ეხება სწორედ სათბური აირების გაფრქვევების შემცირებას და ამ მიზნით ჩვენ მიღებული გვაქვს ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რაც გულისხმობს, ასე ვთქვათ, საქართველოს მხრიდან 2030 წლისათვის მისი გაფრქვევების 35%-ით შემცირებას 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამ დოკუმენტთან ერთად, რომელიც მთავრობის მიერ გახლავთ დამტკიცებული და ასევე წარდგენილი არის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოში, როგორც ქვეყნის მიერ შესრულებული საერთაშორისო ვალდებულება, ასევე გვაქვს ეროვნული კლიმატის ცვლილების სტრატეგია, რომელიც შეეხება 6 მნიშვნელოვან სექტორს, ეს არის ენერგეტიკის სექტორი, ეს არის ტრანსპორტის სექტორი, ეს არის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ნარჩენები და ამ სექტორებიდან სათბური აირების გაფრქვევების შემცირებას. ხოლო თავის მხრივ იცით რომ საქართველოს არის საკმაოდ მდიდარი ტყეებით და შესაბამისად საქართველოს ტყეების 44% ქვეყნის ტერიტორიის დაფარულია ტყეებით და სწორედ ტყის მდგრად მართვას იმგვარად რომ
გაიზარდოს, ასე ვთქვათ, ტყეების შთანთქმის უნარი. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საერთაშორისო სტრატეგიების და ეროვნული სტრატეგიების შესაბამისად ჩვენ გვაქვს მიღებული სამოქმედო გეგმები, რომელიც განსაზღვრავს ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და აქტივობებს, რაც სწორედ ხელს უწყობს სათბური აირების გაფრქვევას. ანუ ისეთი კონკრეტული პროექტების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ ზოგად პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტს და მის შესრულებას შეუწყობს ხელს. ასეთი არის საქართველოს 2021 და 2023 წლების კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა და ასევე განახლებული 24-25 წლების სამოქმედო გეგმა კლიმატის ცვლილების კუთხით. და სწორედ აი ამ სტრატეგიების ქვემიზნების შესრულებისკენ მიმართული 100 აქტივობა არის გაწერილი ამ სამოქმედო გეგმებით, რაც სწორედ ძალიან კონკრეტულ და მყარ ჩარჩოს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მივაღწიოთ სათბური აირების გაფრქვევების შემცირების მიზნებს და კონკრეტული რა მაჩვენებლები გვაქვს ჩვენ სექტორების მიხედვით, ამასაც აუცილებლად მოგახსენებთ ამ სამოქმედო გეგმების განხორციელების საფუძველზე და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვიწყებთ ახლა მუშაობას, ეს არის ეროვნული ადაპტაციის გეგმა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, კლიმატის ცვლილება თავისი შინაარსით მოიაზრებს ორ საკვანძო საკითხს. ერთი არის გაფრქვევების შემცირება, სათბური აირების გაფრქვევების შემცირება, ხოლო მეორე არის ადაპტირება, ანუ უკვე შეცვლილ კლიმატთან, ანუ მორგება იმ მდგომარეობასთან, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს და სწორედ ეროვნული ადაპტაციის გეგმის მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა და განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება რომ მოვახდინოთ ჩვენ ადაპტირება შეცვლილ კლიმატურ პირობებთან. ეს არის ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები და როგორც მოგახსენეთ, ასე ვთქვათ, არსებული უპირობო ვალდებულება ჩვენი მხრიდან აღებული არის, რომ 35%-ით უნდა შევამციროთ 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით ჩვენი ეროვნული გაფრქვევები 2030 წლამდე. შესრულების ვადები გახლავთ 21-30 წლები, ანუ ამ პერიოდს მოიცავს, ასე ვთქვათ, სწორედ ეს ეროვნული წვლის განსაზღვრული დოკუმენტი და საბაზისო წელი, ანუ შესადარი წელი, რომელსაც ჩვენ ვადარებთ ამ მონაცემებს, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ 1990 წელი. ესეც აღებული არის, ასე ვთქვათ, იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რასაც მათ შორის სხვა ქვეყნები იყენებენ იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, გარკვეული შედარება მოხდეს შემცირებულ და არსებულ გაფრქვევებს შორის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გვაქვს უკვე პირველადი ვერსია შემუშავებული უფრო ამბიციური ეროვნული წვლის დოკუმენტის, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარუდგენთ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. ამ დოკუმენტზე ჩვენ მუშაობდით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და ეს გულისხმობს სწორედ საქართველოს მიერ განახლებულ სამიზნე მაჩვენებლებს 2035 წლისათვის ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გაფრქვევები 50%-ით შევამციროთ 90 წელთან შედარებით. ანუ ეს არის ის, ასე ვთქვათ, გაზრდილი ამბიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში, ასე ვთქვათ, გვინდა რომ წარვადგინოთ მთავრობის დონეზე დასამტკიცებლად და ეს საკმაოდ რეალური მაჩვენებელი გახლავთ. ჩვენ ამ საკითხებზე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობით ბუნებრივია, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, კლიმატის ცვლილების საკითხები ინტერსექტორალური საკითხები არის, ეს გულისხმობს კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში, მრეწველობის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის კუთხით და ასე შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის უწყებათა შორისი თანამშრომლობა. არსებული სექტორები აუცილებლად უნდა აღნიშნო და მოგახსენოთ იმისთვის, რომ შემდეგ კონკრეტული ციფრები გითხრათ, თუ სად ვდგავართ ახლა და როგორი არის, ასე ვთქვათ, შემცირების მაჩვენებელი პროცენტულად. არსებული სექტორები და ის, ასე ვთქვათ, სამიზნე მაჩვენებლები არის შემდეგნაირი. ენერგეტიკის სექტორში ჩვენ 2030 წლამდე განსაზღვრული გვაქვს 15%-ით გაფრქვევების შემცირება. სატრანსპორტო სექტორშიც ასევე აღებული გვაქვს 15%-იანი მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ასევე მრეწველობის სექტორში გვაქვს კონკრეტული 5%-იანი მაჩვენებელი, ხოლო სატყეო სექტორში ასევე კონკრეტული მაჩვენებელი პროცენტული, რაც გულისხმობს, რომ 2030 წლამდე 10%-ით უნდა გავზარდოთ ჩვენი ტყეების შთანთქმის უნარი, იმიტომ რომ ტყეს, ასე ვთქვათ, გააჩნია ის უნიკალური თვისება, რომ გაფრქვეული მავნე აირების შთანთქმის უნარი გააჩნია და სწორედ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ესე ვთქვათ, გავზარდოთ ჩვენი ტყეების მდგომარეობა, გავაუმჯობესოთ ტყეების მდგომარეობა იმგვარად, რომ ეს მაჩვენებელი დადებითი გახდეს. სხვა სექტორებში ჩვენ კონკრეტული მაჩვენებლები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს
გარკვეული სამიზნე არეალები განსაზღვრული, მაგალითად, ასე ვთქვათ, შენობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით გვაქვს, რომ უნდა წახალისდეს და მხარდაჭერა იყოს შენობების სექტორში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების, გვაქვს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაბალ ნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობის საკითხი განსაზღვრული როგორც პრიორიტეტი და ასევე ამგვარი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი გვაქვს განსაზღვრული ნარჩენების მართვის სექტორში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სექტორი არის, თუკი ჩვენ საუბრობთ მავნე აირების გაფრქვევაზე კლიმატის ცვლილების კუთხით. აი ხა უკვე კონკრეტულ ციფრებზე რომ ვისაუბროთ, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი ჩვენი ეროვნული წვლილის დოკუმენტი ფარავს 21-30 წლების პერიოდს და სწორედ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც 21-23 წლებისთვის ჩვენ დამტკიცებული ქონდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ გეგმის განხორციელების შედეგები არის შემდეგნაირი, კონკრეტული სექტორები გახლავს წარმოდგენილი, სადაც ასე ვთქვათ, სტანდარტული სცენარის განვითარების პირობებში იქნებოდა ის გაფრქვევები, რაც პირველ სვეტში არის მითითებული, თუმცა უკვე 23 წლის მდგომარეობით, რაც ჩვენ ანგარიშის ფორმით, რა თქმა უნდა, დათვლილი და გამოქვეყნებული და შეჯერებული გვაქვს, დაახლოებით ციფრით რო ვთქვათ, 8%-იანი კლება არის ამ სექტორებიდან სათბური აირების გაფრქვევების, რაც გულისხმობს იმას, რომ ის კონკრეტული პროექტები, თუნდაც იგივე ტრანსპორტის სექტორში, რაც განხორციელდა, მაგალითად, საჯარო ტრანსპორტის გადახალისება, თანამედროვე ახალი, სრულიად ახალი ავტობუსების ქსელი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს და არა მარტო დედაქალაქს, სხვა ქალაქებსაც შეემატა, ამან თავისი როლი შეასრულა იმ საბოლოო გაფრქვევების წილში და შეამცირა, ბუნებრივია, იმ მავნე აირების გაფრქვევა, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახა კლიმატის ცვლილების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ეს არის აი ძალიან კონკრეტული ის, ასე ვთქვათ, ციფრობრივი მაჩვენებლები, რომელიც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის და დაგეგმარების შედეგად ჩვენ მოგვცა უკვე კონკრეტულ შედეგებზე საუბრის საშუალება და ბუნებრივია ეს ტრენდი მომდევნო წლებშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მიზანი სწორედ ამაზე არის ორიენტირებული, რომ ხელი შეუწყოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სექტორების განვითარებას იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, განახლებადი ენერგიების წარმოება იქნება ეს თუ სატრანსპორტო სექტორში რიგი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, დადებითად აისახოს კლიმატის ცვლილების კუთხით გაფრქვევების შემცირებაზე, თუმცა აი ორწლიანი, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი არის ეს, რაც პოზიტიურია თავის მხრივ, რა თქმა უნდა, და რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ის ვალდებულებები, რასაც სახელმწიფო იღებს კლიმატის ცვლილების კუთხით, პოლიტიკის დონეზე, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, შემდგომ ეროვნულ დონეზე ეს ვალდებულებები ჩვენი მხრიდან სრულდება და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, განახლებული ამბიციის პირობებში უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ამბიციური პროექტის დაგეგმა და განხორციელება მოგვიწევს მომდევნო წლებში და 50%-იანი შემცირება 2035 წლისთვის ეს არ არის, ასე ვთქვათ, მარტივად შესასრულებელი მაჩვენებელი, თუმცა იმ გათვლებით და იმ კონკრეტული პროექტებით, რაც სახელმწიფოს აქვს უკვე გეგმაში, თუნდაც იმ სამთავრობო პროგრამით, რაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი გვაქვს და რა პროგრამითაც ხელმძღვანელობთ სექტორების დაგეგმარების და განვითარების პროცესში, ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად არის კავშირში საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების პოზიტიურად შესრულებასთან და გვაძლევს სწორედ ამბიციის გაზრდის საშუალებას, რომ ფაქტობრივად გავანახევროთ 2035 წლისათვის ჩვენი ეროვნული გაფრქვევები. რა თქმა უნდა, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მუშაობთ, რომ კონკრეტულ სექტორებში გქონდეს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები დადგენილი ისევ და ისევ. მთავარი მაინც არის ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი წილი გაფრქვევების სათბური აირების მოდის ამ სექტორებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნეც სწორედ ამ სექტორებში არის ისეთი კლიმატგონივრული და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ისეთი თანამედროვე პროექტების განხორციელება, რომელიც დადებით ეფექტს მოგვიტანს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ეგრეთ წოდებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმვა. ესეც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან და გამომდინარეობს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან და სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა 2030 წელს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ხედვა, ჩვენ ასე ვამბობთ ხოლმე კლიმატის ცვლილების კუთხით, ის ამბიცია, რაც გვაქვს 2050 წლისთვის, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ძალზედ
შორ პერსპექტივაში არის დაგეგმვა, ასე ვთქვათ, ჩვენი ეროვნული პოლიტიკის, თუმცა, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილების ნიშნულობიდან გამომდინარე, საჭიროა სწორედ ასეთი გრძელვადიანი დაგეგმვა კლიმატის პოლიტიკისა და ეროვნული, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ხედვა ერთ-ერთ სცენარად განიხილავს იმას, რომ საქართველო 2050 წლისათვის გახდეს ნახშირბად ნეიტრალური, ანუ კლიმატ ნეიტრალური ქვეყანა და აქაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ ვალდებულებებს, რაც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული და ასევე კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმებით, ანუ საქართველოს ამ კუთხითაც აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, ამბიციური ხედვა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ნაწილში. უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა და სტრატეგია და ხედვები, რაც სამთავრობო დონეზე გახლავთ მიღებული და გეგმები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ყოველწლიურ ანგარიშგებას ვახორციელებთ, როგორც ეროვნულ დონეზე, ფართო საზოგადოებისთვის, ვინც დაინტერესებულია, ასე ვთქვათ, კლიმატის ცვლილების საკითხებით, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიმართ ყოველწლიურად წარმოვადგენთ ჩვენს მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას, გვაქვს ასევე საერთაშორისო ანგარიშები, რომელსაც ქვეყანა აგზავნის საერთაშორისო კონვენციებში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანგარიში არის მეხუთე ეროვნული შეტყობინება, ასევე გამჭირვალობის ანგარიში და ინვენტარიზაციის ანგარიში, რომელიც საერთაშორისო კონვენციებს წარედგინება და რომელიც დადებითად აფასებს იმ ტრენდს, რაც საქართველოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების კუთხით, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში და ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის შეფასება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, სადაც საქართველო წარადგენს ამ ანგარიშებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც შესრულების ნაწილში, ასევე საერთაშორისო ანგარიშგების ნაწილში ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, პოზიტიური დინამიკა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და რა თქმა უნდა, ვართ მოწადინებული იმისთვის, რომ გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობა და სწორედ ის სამომავლო გეგმები, რაზეც ჩემი პრეზენტაციის დროს ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და თანხმდრაში არის იმ საერთო პოლიტიკურ მიმართულებასთან, რომ საქართველო კლიმატის ცვლილების კუთხით არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ნაწილში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა შეიძლება ასე ჩავთვალოთ. ეს გახლავთ მოკლედ, ასე ვთქვათ, ამ ანგარიშთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მზად ვარ უპასუხო კონკრეტულ შეკითხვებს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, მათ შორის იმისთვის, რომ ამ ხელა, ასე ვთქვათ, თემა საკმაოდ მოკლედ წარმოადგინეთ, მაგრამ რეალურად მოახსენეთ კომიტეტის წევრებს ყველა ის დეტალი, რომელიც, ასე ვთქვათ, საფუძვლად უდევს კლიმატის ცვლილების იმ საადაპტაციო და მიტიგაციის ღონისძიებებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, ასევე რეალურად იმ პროგრამების განხორციელებისთვის, რომელიც საჭიროა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხვების რეჟიმში, თუ რაიმე კითხვები გვაქვთ ქალბატონ ნინოსთან, შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები. თქვენის ნებართვით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მე დავიწყებ კითხვების ნაწილს. უპირველესად ალბათ შესავალში უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა შევეცდები ხაზი გაუსვამ კლიმატის ცვლილების საკითხს ვიღაცისთვის ჩვენი მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რომ უფრო ნათელი იყოს და გასაგები იყოს, რატომ საუბრობთ საერთოდ ამ თემაზე. იმიტომ რომ ზოგმა შეიძლება თქვას, რომ რა დროს კლიმატის ცვლილება სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები შეიძლება იყოსო. რეალურად კლიმატის ცვლილება არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის. მე თვითონ კახეთიდან ვარ და ეს არის ის რეგიონი, სადაც პრაქტიკულად ყველა პრობლემას ვაწყდებით, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, იქნება ეს გაუდაბურების თემები, მყინვარის დნობის საკითხები და ეს წყალმოვარდნები, უფრო რადიკალური ამინდები, სეტყვიდან დაწყებული და ასე შემდეგ ქარით დამთავრებული, რაც პრობლემაა, იმიტომ რომ სადაც შეიძლება ეს უბრალოდ გადაიაროს, თქვათ, რაღაც სეტყვამ შეიძლება პრობლემა არ იყოს, მაგრამ რეგიონში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიწას ებრძვის, მიწასთან ბრძოლით იჩენს თავს, წლიდან წლამდე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. თითოეული ასეთი ეს პატარა ნაწილიც კი, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს, ანტისასეტყო სისტემები რა დღის მხოლოდ მარტო ეს რო ვახსენოთ და სოფლის მეურნეობით გაგრძელებული, მაგრამ
100%-ით ვერ ხდება, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გადაფარვა, გადაჭერა, მით უმეტეს რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გლობალურ დათბობასთან ერთად კიდევ და უფრო აგრესიული ხდება ეს ამინდები, ამინდის ჩარჩოები და ამიტომ ეფექტურობაც ადამიანმა რაც შეიძლება რომ გააკეთოს ასეთი ამინდების წინააღმდეგ უფრო მცირდება. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ყველასთვის პრაქტიკულად აღიარებული მსოფლიოში არის რომ ვებრძოლოთ იმ გამომწვევ მიზეზებს, რის გამოც ხდება კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, მოდი ესე უფრო ადამიანებისთვის გასაგებია ენაზე რო ვთქვათ, ამ მიზეზებს შევებრძოლოთ, სადაც ეს იქნება შესაძლებელი. 100%-ით ვერ ხდება შებრძოლება, იმიტომ რომ მარტო ერთი ქვეყანა გლობალურად ყველამ თუ არ გააკეთა, რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ერთი რომელიმე სახელმწიფო ამინდს ვერ შეცვლის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყანა არ არის რაღაც მარტო ცალკე აღებული პლანეტა, ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა გაიღოს წვლილი ამ ნაწილში და ჩვენ ხედავთ, რომ თლაც ერთიანობა ამ ნაწილში განსაკუთრებით ბოლო წლებში არ არის. განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ყველაზე დიდი დამბიძურებლები არიან ამინდის, კლიმატის. მაგრამ თავისთავად კაბოტონინომ რაც ჩამოთვალა ის 7 მიმართულება თავისთავად აღებული, რომ გავანებოთ თავი, რომ ამას წვლილში აქვს კლიმატის ცვლილების ასე ვთქვათ, კლიმატის ცვლილებისგან გამომწვევი ფაქტორების შემცირებაში, რა თქმა უნდა, თავისთავად ის რომ სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ანუ მავნე აირების ადამიანისთვის მავნე აირების გამოყოფა მცირდება, ტყეები იზრდება და ამით ჟანგბადით ჩანაცვლება ხდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თავისთავად თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია და ქალბატონინო პარლამენტი დარწმუნებული ვარ, პარლამენტი თუ რამეში შევძლებთ, რომ ამ საკითხში დაგეხმაროთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ არის სხვა მხრივ წამახალისებელი ასე ვთქვათ, აქტივობები, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდით გვიგულეთ, იმიტომ რომ თითოეული მათგანი არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ საზოგადოებისთვის რომ ყოფილიყო ცხადი, მინდოდა ეს მეთქვა, რატომ არის რეალურად, რატომ საუბრობთ ამ თემაზე და რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება გრძელვადაში დავინახოთ ხოლმე ეს ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში თითოეული იმ გარემო პირობებში, სადაც ცხოვრობთ, სადაც სუნთქავთ, სადაც მუშაობთ, ვითარდებით, ყველა თითოეულ ნაწილზე განურჩევლად იმისა მთაში ცხოვრობს ადამიანი თუ ბარში არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტიც და ხელისუფლებაც ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს და ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მიმართულებით. კაბატონინო, კონკრეტულ კითხვაზე გადავალ თქვენის ნებართვით, თქვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა მიმართულება, დაახლოებით პროცენტები, რაზე შეიძლება გქონდეს გათვლა, სამიზნეები რა არის, რომ გითხრათ სად ვდგავართ, აი დღევანდელ დღეს დაახლოებით, აი შკალაზე, არ ვიცი 100%-იან შკალაზე პირობითად სად ვდგავართ ამ მიზნების შესრულების ნაწილში და ყველაზე დიდი გამოწვევა სად გვაქვს ამ ნაწილზე, იმიტომ რომ ეს გვესმის, რომ საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. შეიძლება ჩვენ მოქალაქეებისთვისაც ფინანსური ტვირთია. და აი ამ ნაწილში ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის და რა თქმა უნდა ყავს ბიზნესიც ასევე, რომელიც მთავარი ასე ვთქვათ განმახორციელებელია ხშირად ამ რაღაცეების. ამიტომ მთავარი გამოწვევა რა არის ამ ხრივ, რომ გავაცნოთ ჩვენ საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს. მადლობა. სხვა კითხვები ხო არ არის ქალბატონინოსთან? თუ არ არის, მეც დავამატებ ორ საკითხს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ კომიტეტის წევრებს და საზოგადოებას. ქალბატონინო, აი ამ 7 სექტორის მიმართ, სადაც ჩვენ ასე ვთქვათ, მიზნობრივი მაჩვენებლები განსაზღვრული გვაქვს და რაც პროცენტული კლება გვაქვს ვალდებულებად აღებული, რომელსაც საბოლოო ჯამში 35-დან 57%-მდე უნდა გავზარდეთ და უნდა მივახციოთ კლებას. მეთოდოლოგია რა პრინციპის მიხედვით იქნა, ასე ვთქვათ, განსაზღვრული და როგორი მუშავეთ ეკონომიკის სამინისტროთან ერთად ორიოდოს სიტყვა ამასთან დაკავშირებითაც რო გითხრათ და ასევე დამატებით რომ შეძლებს და გავშალოთ საკითხი მონიტორინგისა და ანგარიშების და ვერიფიკაციის სისტემასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებით ჩვენ კანონ პროექტს უკვე განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში და ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, იკვეთება როგორც ასოცირების ხელშეკრულებასთან, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებებთან, ამასთან დაკავშირებით ორიოდოს სიტყვითაც რომ მოგვახსენოთ. მადლობა დიდი.
დიდი მადლობა შეკითხვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და ორივე საკითხთან მიმართებით მინდა მოგახსენოთ. Რა თქმა უნდა, ეს იგი კლიმატის ცვლილების საკითხი მართლაც საყოველთაო საკითხია და ანუ ეს არ არის რაღაც აბსტრაქტულად სათბური აირების შემცირების ვალდებულებების შესრულება, რომელზეც გარკვეულ ანგარიშებს წერთ, არა პირიქით, ანუ კლიმატის სამწუხაროდ, ანუ თანამედროვეობაში იცვლება და რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენა თითოეული სექტორის განვითარებაზე და რა თქმა უნდა ამ კუთხით ეხლა ჩვენი წილი გლობალურად ყველაზე მცირეა, შეიძლება ესე ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მცირე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ასე ვთქვათ, დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი აქვთ გაფრქვევები ამ კუთხით, ბუნებრივია მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სწორედ აი ამ კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკის ასე ვთქვათ, დამახასიათებელი არის ის, რომ მიუხედავად ქვეყნების სიდიდისა, ყველა მაინც თავისი კუთხით გარკვეულ წვლილს და ვალდებულებას იღებს და გარკვეულ თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური დათმობის პროცესებთან ბრძოლაში და რა თქმა უნდა, საქართველოს არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, თუმცა რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი მხრიდან ვალდებულების შესრულებით ვერ უშველით იმ გლობალურ პრობლემას, რაც კლიმატის ცვლილების კუთხით გვაქვს. მაგრამ აუცილებელია, რომ ეროვნულ დონეზე გავზარდოთ და გავაძლიეროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ეროვნული მედეგობა და ადაპტაციის უნარი ამ შეცვლილ კლიმატთან და რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის მიმართული სწორედ ჩვენი ეროვნული პოლიტიკაც. და რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ, რომ დღეს სად ვდგავართ და როგორი არის, ასე ვთქვათ, გამოწვევები და რა არის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც გვაქვს მთავარი გამოწვევები, ანუ ასე ვთქვათ, შერბილების, ანუ მიტიგაციის ნაწილში, გაფრქვევების შემცირების ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ისეთი კონკრეტული სექტორები, სადაც ჩვენ უნდა გავზარდოთ და ძალისხმევა გავაორმაგოთ, ასე ვთქვათ, მომდევნო წლებში იმისთვის, რომ ვაჩვენოთ უფრო მეტი ახალი თანამედროვე და ეგრეთ წოდებული კლიმატ-გონივრული პროექტები. აქ მთავარი წილი მაინც გაფრქვევების მოდის, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორზე და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის ხედვა და გეგმები, რაც უკვე აქამდე აქვს სახელმწიფოს, თუნდაც იგივე ტრანსპორტის სექტორში, ხო, სადაც გვინდა რომ სუფთა თანამედროვე საჯარო ტრანსპორტი განმოვითაროთ და ამის თვალსაჩინო მაგალითებს ბოლო წლებში ჩვენ ხედავთ დაწყებული დედაქალაქიდან დასრულებული სხვა მსხვილი ქალაქებით, სადაც მოდერნის და სატრანსპორტო სისტემები და ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, აი ამის მიზეზია სწორედ ეს ყველაფერი, რომ იგივე -8% ხედავთ ახლა ეკრანზე შემცირებას ამ კონკრეტული სექტორებიდან და ისევე, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სექტორში წახალისება, ასე ვთქვათ, განახლებადი ენერგიის წყაროების და ის პოლიტიკა, რაც სახელმწიფოს აქვს ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგიით, რაც ასევე სულ ახლახანს დამტკიცდა და საქართველოს პარლამენტშიც გახდათ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი და პარლამენტმა მოიწონა, რომ ეს უნდა იყოს მთავარი, ასე ვთქვათ, ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მომდევნო წლებში უნდა ვკონცენტრირდეთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ მაინც მთავარი ორი სექტორი, რა თქმა უნდა, გახლავთ ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საიდანაც ჩვენ, ასე ვთქვათ, სადაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმაზე მეტი ინტერვენცია, ვიდრე ვთქვათ ამ წლების განმავლობაში გქონდა. და გამოწვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, ადაპტაციის მიმართულებით, ანუ იმიტომ რომ თქვენი საუბრეთ, რომ სამწუხაროდ შესრული კლიმატის პირობებში გახშირებულია ბუნებრივი კატასტროფები და ეს მარტო საქართველოში არ არის ასე, ხო? გლობალურად ხედავთ იმ მასშტაბურ სტიქიურ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ევროპის კონტინენტზე, ამერიკის კონტინენტზე და ეს გამოწვევა არის ყველა ქვეყნისთვის. და აქ სახელმწიფოს აქვს ძალიან სწორი ხედვა და პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენ უპასუხოთ ეროვნულ დონეზე ამ გამოწვევებს. ერთის მხრივ ეს არის სწორედ იმ თანამედროვე სისტემების განვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ წინსწრებით მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ და ასევე, რა თქმა უნდა, ის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას იქ, სადაც შეიძლება ველოდებოდეთ მასშტაბური სტიქიური მოვლენების განვითარებას და ამ ხრივაც ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული ბოლო წლებში, თუნდაც წყალდიდობების პრევენციის კუთხით ის ნაპირდამცავი ნაგებობები, რაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეწყობა, ესეც სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ადაპტაციის უნარი შეცვლილი კლიმატური პირობების მიმართ და შევამციროთ ზარალი და ზიანი მოსახლეობაზე, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის კუთხით, რომ ვისაუბროთ, ის სახელმწიფო პროგრამები,
რომელიც სიტყვასაწინააღმდეგო სისტემების განვითარებას და დაფინანსებას შეეხება, ის ასე ვთქვათ სახელმწიფოს მხარდაჭერი პროგრამა, რომელიც დაზღვევის სისტემა, რომელმაც სოფლის მეურნეობის კუთხით დაზღვევის სისტემა განავითარა, ეს ყველაფერი მიმართულია საბოლოოდ იმისკენ, რომ აი სწორედ ამ კლიმატური ცვლილებების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს გარკვეული, ასე ვთქვათ, კონკრეტული დახმარების მექანიზმები შევთავაზოთ და რა თქმა უნდა, ეს არის ის ხედვა, რასაც მიყვებით წელსაც და მომდევნო წლებშიც იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ადაპტაციის უნარი და იმ გამოწვევების პირისპირ, რის წინაშეც სამწუხაროდ კლიმატური ცვლილებების პროცესებმა დაგვაყენა. რა თქმა უნდა, ქალბატონ მაიას შეკითხვას მინდა რომ უპასუხო დეტალურად, რომ ის მეთოდოლოგია რა პრინციპით დავითვალეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ის მიზნები, რაც გვაქვს 2030 და 2035 წლისთვის განახლებული მიზნები, რომელიც ამ ეტაპზე სამუშაო ვერსია გახლავთ, ბუნებრივია და ჩვენ აქ გვქონდა ძალიან დეტალური განხილვა ყველა სახელმწიფო უწყებასთან, ნუ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც ორივე მნიშვნელოვან პრინციპში სამ მნიშვნელოვან მრეწველობა ენერგეტიკა და ტრანსპორტის სექტორზე არის პასუხისმგებელი და სწორედ მათთან თანამშრომლობით მოხდა აი ამ სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა იმ საერთაშორისო მეთოდოლოგიის დამტკიცებული საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, ეროვნულად განსაზღვრული წვლილისთვის კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრას. ეს საერთაშორისო მეთოდოლოგია სწორედ არის დამტკიცებული კლიმატის პარიზის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ზუსტად განუსაზღვრავს სახელმწიფოებს თუ როგორ უნდა შეადგინონ საკუთარი ეროვნული წვლილის დოკუმენტი, რა მაჩვენებლებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს გამოთვლა, ასე ვთქვათ, კონკრეტული სექტორების და ამ კონკრეტული სექტორებისთვის როგორი მეთოდოლოგიის გამოყენებით უნდა დადგინდეს სამიზნე მაჩვენებლები პარიზის შეთანხმების ფარგლებში მიღებული, ეს ასე ვთქვათ, შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტები, რომელიც იცით რომ ყოველწლიურად მხარეთა შეხვედრები იმართება და სწორედ ამ მხარეთა შეხვედრების ფარგლებში ხდება ამ საკითხების განხილვა და საქართველოს მონაწილე არის ამ პროცესებში და სწორედ უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს მეთოდოლოგია, რაზეც დაყრდნობითაც ჩვენი ეროვნული სტრატეგიები არის შემუშავებული, სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო მეთოდოლოგიებს, რაც განსაზღვრული არის პარიზის შეთანხმების ქვეშ ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტისთვის. MRV-ის სისტემასთან მიმართებით აუცილებლად უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ პარლამენტში განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს ესე მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ ანგარიშგების სისტემა მრეწველობის სექტორიდან სათბური აირების გაფრქვევების. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, უფრო ზუსტი გავხადოთ ჩვენი ეროვნული აღრიცხვის სისტემა სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების დათვლის ნაწილში. ამას ემსახურება საბოლოო ჯამში MRV-ის სისტემა, რომელიც საქართველოს აიღო როგორც ესე ვთქვათ, ამ სისტემის შემოღება აიღო როგორც ვალდებულება ენერგოგაერთიანების ფარგლებში და ჩვენ ამ სისტემის განვითარებისთვის გვჭირდება ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუციების მზადყოფნა და მეორეს მხრივ კერძო სექტორის მზადყოფნა, რომ მათ შეადგინონ და ზუსტად წარმოადგინონ სახელმწიფოსთან ინფორმაცია თუ რა მასშტაბის არის მათი მხრიდან გაფრქვევები, მათი საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე და ეს MRV-ის სისტემა სწორედ ასე ვთქვათ ხელს უწყობს როგორც კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებების შესრულებას, ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს ენერგოგაერთიანების საქართველოს წევრობას ენერგოგაერთიანებაში და ვფიქრობთ, რომ აქაც საკმაოდ საინტერესო განხილვები ქონდა პარლამენტთან და ის საკითხები, რაზეც შევჯერდით, რომ ასე ვთქვათ, ვიმუშაოთ ერთობლივად იმისთვის, რომ ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორად ჩამოვყალიბდით, ასე ვთქვათ, იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც გვაქვს მომდევნო წლებში იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს საქართველოში MRV-ის სისტემა. ეს არის მოკლედ, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინო. კიდე კითხვები ხო არ გვაქვს დამატებით? კითხვები არ არის. მაშინ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოხსენებისთვის და საინტერესო ანგარიშისთვის. ახლა მინდა ვთხოვო გარემოს სტატუსის კომიტეტის წევრებს დაბრძანეთ ქალბატონინო, რომ ცნობად მივიღოთ აღნიშნული საკითხი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევანს გადავცემს. კი ბატონო, იგივე მინდა ვთხოვო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს, ცნობად მივიღოთ ანგარიში, მოხსენება, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინოს, ასევე ბატონ ლევანს.
შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ტრადიცია გავაგრძელეთ და ერთობლივად ჩავატარეთ კომიტეტის ხდომა და მოვისმინეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კლიმატის ცვლილებებსა და ჩვენ ვალდებულებებს სათბური აირების კონტროლის კუთხით ეხებოდა. ამით ერთობლივი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მინდა ვთხოვო გარემოს სტატუსის კომიტეტის წევრებს, რომ დარჩენ დარბაზში, რადგან როგორც დღის წესრიგის გაცნობის დროს აღინიშნა, ახლა უნდა გამოვიტანო მე როგორც მომხსენებელმა პირველი მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ სესიაზე პირველი მოსმენით განსახილველად. დიდი მადლობა ბატონ ლევან. შეგახსენებთ, რომ ჩვენ წინა კვირას, წინა სასესიო კვირას საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც წიაღის მართვის საკითხი უბრუნდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დამატებითი ცვლილებების შეტანა გარემოს დაცვის შესახებ კანონში, განსაკუთრებით მის 57 მუხლში, რომელიც მარეგულირებელ და ასე ვთქვათ ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს, როგორც საქვეუწყებო დაწესებულებას ეხება, შედის გარკვეული ცვლილებები, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფო კონტროლს წიაღის სარგებლობაზე და ნავთობის და გაზის რეგულირებაზე, რომელიც კვლავ რჩება ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის ქვეშ. სწორედ ასე ვთქვათ, ამგვარი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის რამოდენიმე მუხლში, მეტწილად კი როგორც უკვე მოგახსენეთ 57 მუხლში და ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფო კონტროლს წიაღისეულისა და ნავთობისა და გაზის რეგულირების სფეროში. პირველი მოსმენისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სულ ეს იყო, რაც მინდოდა მე თქვა და მინდა გთხოვოთ თქვენი მხარდაჭერა, რადგან ამ კანონის მიღება იმ წინა პაკეტთან ერთად, რომელიც წიაღის შესახებ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე სხვა კანონებში არის მომზადებული და განხილული პირველი მოსმენით, აუცილებელია ამ კანონის წარმოდგენილი კანონის მიღებაც. თუ რაიმე კითხვები გაქვთ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მინდა გთხოვოთ, რომ წარმოადგინოთ, თუ არა და ჩვენ მეორე მოსმენაზე გვექნება საშუალება, რომ დეტალებში გავიაროთ აღნიშნული კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ტექნიკური ხასიათის არის აღნიშნული ცვლილებები. როგორც ხედავ, კითხვები არ არის. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მინდა გთხოვოთ, რომ კენჭი უყაროთ გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომ პირველი მოსმენით განიხილოს საქართველოს პარლამენტმა. ძალიან დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა.